დათვი და მელია. იყო და არა იყო რა. იყო ერთი მელა, რომელიც მარტო დაცუნცულებდა და იყო ერთი დათვი, რომელიც მარტო დაბაჯბაჯებდა. გადაწყვიტეს, რომ ერთად ეცხოვრათ. მელიას ქათამი მოჰქონდა, დათვს ცხვარი. ქოთანში კი აგროვებდნენ ზედმეტ ქონს. ერთ დღეს ვერაფერი იშოვეს. მელიამ დათვის მოტყუება გადაწყვიტა. ბოშინ მეცხვარემ ქორწილში დამპატიჟა და შენ წადიო. შიერი დათვი დათანხმდა და მეცხვარესთან გაიქცა. იარა და მეცხვარე რომ დაინახა დაუძახა. ჰეი, მეცხვარე, ქორწილში მოვედიო. მეცხვარე გადაირია და გაბრაზებული დათვს კომბლით გამოეკიდა. შეშინებული დათვი სახლში გამოიქცა. ამასობაში ეშმაკმა მელიამ ქონი სულ შეჭამა. როცა შეშინებული დათვი სახლში შევარდა, სუნით მიხვდა, რომ მელიამ ქონი შეჭამა. დათვმა ჩუმად ჩაილაპარაკა, მე შენ გიჩვენებ სეირსო და მელიას უთხრა. გადი გარეთ, კარგი პურმარილი მოგიტანეო. მელია გარეთ გავიდა. იქ კი კომბლიანი მეცხვარე დახვდა. დათვმა კარი ჩაკეტა და ცბიერი მელია მეცხვარემ კარგად დაბეგვა. ასე ასწავლა ჭკუა დათვმა მელას. ამის შემდეგ ორივენი მიხვდნენ, რომ ერთმანეთის მოტყუება ცუდი საქციელია და რომ მეგობრობა ყველაზე ძვირფასია.